ამასობაში 12 იანვარია და ზოგად მიმოხილვას გავაკეთებ ამ ომთან დაკავშირებით რა. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, ჩემი Telegram არხი და სრულ შემთხვევაში გააკეთეთ დონაციები, ანგარიშის ნომერი მითითებულია ჩემ პროფილზე. ბევრი შეკითხვები არის ხოლმე რა, რამდენ ტერიტორიას აკონტროლებს რუსები, რამდენია დანაკარგები და ესეთი რაღაცები და კომენტებში სათითაოდ ამაზე პასუხის გაცემაზე ბევრი დრო მიდის და აი ამაზე ვისაუბრებ ახლა ამ ვიდეოში, რომ ზოგადი წარმოდგენა შეგიქმნათ რა, რომ აღარ იყოს რა ეს დამატებითი ისინი. მოკლედ საბჭოთა კავშირი დაიშალა, ხო? უკრაინა დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა, მისი ტერიტორია იყო 603,000 კვადრატული კილომეტრი. ამჟამად რუსებს აქვს ოკუპირებული 120,000 კვადრატული კილომეტრი. 118 ძახდნენ ზაფხულში. ხო და ეხლა რაღაცები მიემატა 120-მდე დამგვალდა და ხო 20%-ია დაახლოებით მთელი უკრაინის ტერიტორიის. მაგრამ ყველა ეს ტერიტორია ამ ომის შედეგად არ დაუპყრია რუსეთს რა. ჯერ კიდევ 2014 წლიდან რაღაც ტერიტორიის ნაწილს უკრაინისას აკონტროლებდნენ რუსები. კერძოდ ყირიმს საერთოდ ანექსირებული ჰქონდათ, რუსეთის ნაწილად გამოაცხადეს, რეფერენდუმი ჩაატარდა და რუსეთთან შეერთებასთან დაკავშირებით. ეს არის 27,000 კვადრატული კილომეტრი და აგრეთვე სეპარატისტული რესპუბლიკების ნაწილს, ანუ დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების ნაწილს. სადღაც 18,000 კვადრატულ კილომეტრს. ანუ ჯამში სადღაც 45,000 კვადრატულ კილომეტრს ომის დაწყებამდე აკონტროლებდნენ რა რუსები. ანუ ომის შედეგად სადღაც დაიკავეს 75,000 კვადრატული კილომეტრი. ეს არის დონეცკის ოლქის ნაწილი, ლუგანსკის ოლქის დიდი ნაწილი, თითქმის მთლიანად მათ ხელშია რაღაც 2-3%-ის გამოკლებით, ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილი და ხერსონის ოლქის ნაწილი. აგრეთვე პატარა ისინი აქვს მონაკვეთები დათრეული ხარკოვის ოლქში, კუპიანსკთან და იქით ვოლჩანსკის და ლიფცების მიმართულებით რა. ომში იყო რაღაც მომენტი, როდესაც მეცაც აკონტროლებდნენ რუსები. 100,000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ჰქონდათ დათრეული რა. მაგრამ მე დაკარგეს ეს ტერიტორიები. ჯერ კიევის მისადგომებიდან მოუწიათ ჯარების გაყვანა, სტამბოლის შეთანხმებები და რაღაცები რო იყო და მე შემოდგომაზე უკრაინელების წარმატებული კონჩეტება იყო ხარკოვის ოლქში, რის შედეგადაც ხარკოვის ოლქის დიდი ნაწილი დაიბრუნეს უკრაინელებმა, მათ შორის ქალაქები ბალაკლეა, კუპიანსკი, იზიუმი, ლიმანი და აი მდინარე ჟერებეცთან დიდი გაჭირვებით შეაჩერეს მაშინ უკრაინელების შეტევა რუსებმა. აგრეთვე 22 წლის 10 ნოემბერს რუსებს მოუწიათ ქალაქი ხერსონის და ხერსონის ოლქის ნაწილის დატოვება, რომელიც აი მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე რაც იყო და მდინარის აქეთ გადმობარგდნენ რა. ხო. აი ესე დამთავრდა 2022 წელი რა პრაქტიკულად. 2023 წელს რამე დიდი ტერიტორიების დაკავება რუსებმა ვერ მოახერხეს რა. სულ აიღეს 2 ქალაქი აიღეს. ესენი იყო ბახმუტი და სოლედარი. და ათი მიმდებარე სოფლები, ეს არის სოლედარი, ეს არის ბახმუტი, იგივე არტემოვსკი და ეგ მდებარე რაღაც სოფლები რა. მაგრამ თავის მხრივ უკრაინელებმაც რაღაც ტერიტორიები დაიბრუნეს ზაფხულის 2023 წლის ზაფხულის კონტრასტოპის შედეგად. იქ ზაპოროჟიეს მიმართულებაზე, იქ ცნობილი სოფელი რაბოტინო, აგრეთვე ვილიკაე-ნავასილკას მიმართულებაზე 10-მდე სოფელი. ხო და ჯამში გამოვიდა ბალანსი, რომ სადღაც 600 კვადრატული კილომეტრით დარჩენ წინ რუსები რა. რაც არის უკრაინის ტერიტორიის 0.1% რა. ნუ ძალიან მნიშვნელოვანი ის კონკრეტ რა. ხო, სიტუაციის გარდატეხა და ეს მოხდა 2023 წლის 10 ოქტომბერს, როდესაც რუსებმა წამოიწყეს ავდეევკის შეტევითი ოპერაცია და ეგ ავდეევკასთან გაარღვიეს ფრონტი. ხო და საბოლოო ჯამში ახლა 2024 წლის შედეგები რა გამოვიდა. რუსებმა დაიკავეს სადღაც 4,000 კვადრატული კილომეტრი. ესეც არ არის ბევრი, ახლა რო აიღო იმათ 1%-იც არ არის უკრაინის ტერიტორიის 0.7% გამოდის. მაგრამ სადღაც 6 ჯერ მეტია ვიდრე 2023 წელს რა. თან ეს არ იყო უბრალოდ რაღაცა ტერიტორიები. ეს იყო პრინციპში ერთი დიდი გამაგრებული რაიონი. ნუ თუ არ ჩავთვლით ხარკოვის მიმართულებაზე რაღაც ტერიტორიებს, ხო? ძირითადი
ეს ტერიტორიები, რაც ოკუპაცია მოახდინეს, არის ამ დონეცკის ოლქში, დონეცკის მიმართულებაზე. ხო. აქ იყო ყველაზე გამაგრებული ნაწილი ფრონტის. 8 წლის განმავლობაში აშენებდნენ აქ თავდაცვით ნაგებობებს უკრაინელები. ყველაფერი იყო აბსოლუტურად გადანაღმული, გადმონაღმული. არტილერიის პოზიციები, სექტორების მიხედვით ყველაფერი დანაწილებული, კარგად აწყობილი ლოჯისტიკა. ანუ ურთულესი მონაკვეთი აიღეს რა. ჯამში 2024 წელს რაღაც 200-მდე დასახლებული პუნქტი აიღეს რუსებმა, მათ შორის რამოდენიმე ქალაქი, მარტო ეს სოფლები და რაღაცები არ იყო აქ. ტორეცკის მიმართულებაზე აიღეს ქალაქი ზალიზნია, აი აქ და პრინციპში ტორეცკიც ეხლა აიღეს, მაგრამ შეიძლება 2024 წელს იმაში ჩავთვალოთ. და აგრეთვე ქალაქები ავდეევკა, სელიდოვო, ნოოგროდოვკა, უკრაინსკი, გარნიაკი, კურახოვო და უგლედარი. ხო, აი ეს უგლედარი, ავდეევკა და ტორეცკი საერთოდ ფორპოსტები იყო უკრაინის თავდაცვის რა. და ეს სელიდოვო და კურახოვო ერთ-ერთი მთავარი ლოჯისტიკური ცენტრები. ხო, ამიტომ ხა იმის თქმა, რომ რაღაცა პატარა ტერიტორია და უმნიშვნელო იყო, აქ არ გამოვა ეს ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთი იყო ფრონტის და ეხლა გრძელდება ამ მიმართულებაზე რუსების წინსვლა და დნეპროპეტროვსკის ოლქამდე 6 კილომეტრია დარჩენილი რა. პრაქტიკულად. ხო, ეხლა რაც შეეხება დანაკარგებს რა. დანაკარგები ცოტა ისეთი თემა გაურკვეველი ხა, ზუსტი ციფრები იცის, მხოლოდ უკრაინელების დანაკარგებიც ეს უნდა იცოდეს. უკრაინის გენშტაბმა, რუსების დანაკარგები რუსეთის გენშტაბმა. დანარჩენი ყველაფერი არის შეფასებითი ისეთი ინსცენაციები, ორივე მხარე და მათი რესურსები ცდილობენ თავისი შეამცირონ, ნაკლები წარმოაჩინონ, მოწინააღმდეგის გააბევრონ რა. მე რასაც ვფიქრობ რა, აი ინფორმაციაც მე მაქვს. პრინციპში რუსეთის გენშტაბი იძახის, რომ 400,000 კაცია უკრაინის დანაკარგები. ეს ბეზვრადნად პაწერის რასაც ეძახიან, ანუ დაღუპულები და დაინვალიდებული, ანუ მებრძოლად რო აღარ ვარგა რა. ხო და ხა რომის პაპზე მეტი კათოლიკე ხო არ ვიქნებით 400,000 იძახიან, ნუ მაქსიმუმ 400,000. ხო, ჩემი შეფასებით რუსების დანაკარგები უნდა იყოს აი ესეთივე, დაღუპულები და დაინვალიდებული 700,000. ნუ გამოდის რომ რუსების მეტია რა დანაკარგები. ხო. ჩემი შეფასება ესეთია, ხა ზუსტია, არაზუსტია, მაგაზე თავს ვერ დავდებ. სხვადასხვანაირად ითვლიან, იმაშვებიან, ამაშვებიან. ესეთი თემაა რა. ტყუილ მართალი, ომის ბოლოს ალბათ დაიდება ციფრები და მე გავიგებთ რა და როგორ იყო რა. ხო, აი ხა ყველაფერი ამიდან გამომდინარე ესეთი სცელდება. ნუ მითია თუ რაღაცა თავს იტყუებს ხალხი, რომ აი რუსებს ხალხის პრობლემა აქვს, ხალხი აღარ აყავთ და ასე შემდეგ, ჩრდილოეთ კორეელების დახმარება დაჭერდა. ნუ ჩრდილოეთ კორეელები ხა ჩამოყვანილი ყავთ იქ რაღაცა ხორბალს და ნავთობს აძლევენ და სამაგიეროდ ისინი მეომრებს აძლევენ და რატო უნდა შეაკლას თავის ხალხი. ანუ ხალხის პრობლემა რუსებს არ აქვს, რეკრუტინგი მიდის, თვეში 40,000 კაცი აფორმებს რუსეთის არმიასთან კონტრაქტს. ანუ წელიწადში სადაც 400,000 მოხალისე ყავთ რა, რომელიც სრულად ანაზღაურებს იმ დანაკარგებს, რაც ფრონტზე აქვთ რა. გარდა ამისა, რუსეთში ძირითადად ხო საკონტრაქტო ჯარია, მაგრამ არის სავალდებულო გაწვევაც. აი ჩვენთანაც ხო არის, რომ იწვევენ ხოლმე მე შლაგბაუმებზე და იქ ვიშკებზე რო უყენიათ რა. 260,000 ეგეთი წვევამდელი ყავთ 18-19 წლის ახალგაზრდები. აი ახლა ჯარში, რუსულ ჯარში 260,000 ეგეთი ახალგაზრდაა რა. უკვე ფორმაცია ფიციც მიღებული აქვს, იარაღის ხმარებაც იცის. ზოგი უკვე 9 თვეა გაზაფხულში გაწვეულები და შემოდგომაზე გაწვეული 2-3 თვის გაწვეულები არიან. აი ხა პუტინს რო დაჭირდეს ხვალ პირდაპირ ბრძანებას გასცემს და ეგ 260,000 კაცი აღმოჩნდება ფრონტზე. რუსო არ მიყავთ ეგენი წვევამდელები რა ფრონტზე. არ არის მაგის საჭიროება ვიძახიან რა. თორე იმას არც გაწვევა და ზდევა და არაფერი, უკვე ყაზარმაშია, ფორმაცია, თავისი ავტომატი აქვს და რაღაცაც იცის რა. ხო, შარშან და შარშანწინან წავდათ ესეთი 260,000 კაცი, რომელსაც ეს ერთწლიანის რო გაუვიდა, ერთწლიანია სავალდებულო სამსახური. დემბილის ბრძანება გამოვიდა სახლში გაუშვეს რა. ანუ 9 მილიონი ახალგაზრდა ყავს ახლა რუსეთს, რომელმაც აი ბოლო 2-3 წელიწადში გაიარა სამხედრო მომზადება, ესე იგი ახსოვს რაღაცეები და რომლის გაწვევაც აი მომენტალურად შეუძლია რა. ეს ჯამთელიც არის, ახალგაზრდაც არის, უფრო მოტივირებულიც არის და ასე შემდეგ. ასე რომ ეგ არის თავის მოტყუება, რომ რუსეთს რაღაც ადამიანური რესურსის პრობლემა აქვს. მადლობთ ყურადღებისთვის.